აი ჩაწერა, ჩავრთე და მოდი ხა გაგიზიარებთ. ესე ვქნათ ეს ამბავი. კაი. ჩანს ხო? ეს ესეთ ეკრანიც თქვენ გაზიარებული გაქვთ. კი ბატონო. მოკლედ მეგობრებო, დღეს ცოტა ბევრ თემაზე გვექნება საუბარი, ესე რომ ვთქვათ და მინდა რომ ყურადღებით იყოთ ძალიან, თუ რამე კითხვები გექნებათ პროცესში გამაჩერეთ ეგრევე, რომ გავიაროთ, რაც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ესე იგი დღეს გავდივართ ესეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორც არის რესპონსივი ზოგადად CSS-ში, ასევე გრიდები და პოზიშენები. ეს ყველაფერი შეეხება CSS-ს, რა თქმა უნდა, და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მომავალში უკვე რა დავალებებიც იქნება, მოკლედ იმ დავალებებში საკმაოდ აქტიურად გამოვიყენებთ უკვე ამებს. ოკეი, მოდით გადავიდეთ უკვე უშუალოდ ლექციაზე და პირველი რაც მინდა შევეხო, ეს არის პირველი თემა ჩვენი, არის რესპონსივი. აქამდე ვახსენე მე ლექციებში ორიოდე სიტყვით, მაგრამ ახლა კიდე კარგად განვმარტოთ რა არის რესპონსივი და რაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, რეალობაში როცა რაღაც საიტს იყენებთ, ეს საიტი შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა რეზოლუციის მქონე ეკრანებიდან რა. ამაში რას გულისხმობ? თქვენ შეიძლება ეს საიტი გახსნათ ტაბლეტზე, შეიძლება გახსნათ მობაილზე ან კომპიუტერში, ხო? და დავეთანხმებით, რომ ამ სამივე ადგილას სხვადასხვა ზომა აქვს, ამ საიტზე სხვადასხვა გადალაგება, ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ სხვადასხვა ეკრანს ჩვენი საიტი ერგება სხვადასხვანაირად. და რო დააკვირდეთ ახლაც, თუნდაც რავი, თქვენთვის ძალიან ნაცნობ საიტებზე რო შედიხართ, ასე ვთქვათ, განლაგება ელემენტების არის განსხვავებული ზომების მიხედვით. ხო, ანუ რამხელა ეკრანიდან შედიხართ ამ საიტზე. და აი სწორედაც ამას იძლევა CSS-ის რესპონსივობა. ანუ თვითონ სიტყვა რესპონსივს რო დავაკვირდეთ, რა არის, ხო? ანუ როგორ პასუხობს საიტი, ანუ რესპონსივი ხო ეგ არის ზედაც, ანუ response პასუხი, ხო? როგორ პასუხობს ჩვენი საიტი სხვადასხვა რეზოლუციის მქონე ეკრანებს. და ეგ რო გავაკეთოთ, უნდა ვიცოდეთ რა არის CSS-ში რესპონსივი. და კეთება ეგ ზუსტადაც რომ რესპონსივით. ანუ ნახეთ ხა რა ხდება. სანამ რესპონსივზე გადავალთ, უშუალოდ ისიც ვთქვათ, რომ ანუ არის რაღაც გარკვეული მიღებული ნორმები, რის ფარგლებში დაახლოებით ვარაუდობთ, რომელი, ასე ვთქვათ, გაჯეტი რა პიქსელებში მერყეობს რა. მაგალითად, ეს აი ხა აქ რაც არის თქვა, შეიძლება ზუსტად ესე არ იყოს ყველა შემთხვევაში, მაგრამ დაახლოებით ამით შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ ხოლმე. დაახლოებით ასე არის მიღებული, რომ ვთქვათ, პატარა smartphone-ები რაც არის, ხო? ეს მერყეობს 0-დან 480 პიქსელამდე, სიგანეში გულისხმობ. უკვე შემდეგ 768 პიქსელამდე არის ტაბლეტი, ესე რომ ვთქვათ, 768-დან უკვე 1280-მდე არის დესკტოპი უშუალოდ, ისა ლეპტოპი. და ამის ზემოთ უკვე არის, ასე რომ ვთქვათ, აი დიდი ეკრანები რაც არის, ხო, არა ლეპტოპი, არამედ ჩვეულებრივი მონიტორები, ძირითადად უკვე არის ხოლმე 1440 და ნუ მინიმუმ 1280-დან ზემოთ. და ნუ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის მაინდა-მაინც ესე კაცრად დაწესებული ესენი, რა ქვია, პოინტები, ანუ სიგანეები, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ესე ხოლმე მიღებული. რა თქმა უნდა, პროექტს გააჩნია და ასე შემდეგ. ზოგ პროექტს შეიძლება ტაბლეტის ზომა არ ქონდეს საერთოდ და სხვა შორის წინა ორი პროექტი ეგეთი იყო, იქ იყო მოცემული მარტო ორი ზომა, მობაილი და დესკტოპი რა. მაგრამ შეიძლება სამივე ჰქონდეს რა. ხო, ანუ აუცილებელია რომ ისწორეთ, იმიტომ რომ თუ ჩვენი საიტი მუშაობს მარტო დესკტოპზე, რომ შევიდეთ იმ საიტზე მობაილიდან ძალიან არეული იქნება, ხო და პირიქით. და ამაში გვეხმარება ზუსტად რესპონსივი. ოკეი, რესპონსივზე რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? იდეურად რას ნიშნავს? კი ბატონო, ანუ გასაგებია. ხო. მოდით ახლა განახებთ ძალიან მარტივ მონახაზს, რა თქმა უნდა, გადავალთ ახლა და პრაქტიკაში გავაკეთებთ ამ ყველაფერს, თუმცა ესეთი აღქმა რომ გქონდეს დაახლოებით როგორ იწერება რესპონსივი, ხო, და როგორ გამოიყურება, არის ეს. ახლა ნახეთ აქ რა ხდება. ნუ ჩვენს უკანასკნელი სიტუაცია თავიდან დაახლოებით გვაქვს body გამოსახებული და გვაქვს რაღაცა სტილები მინიჭებული, font family, margin, padding-ი და იქ არის background color, რომელიც არის რაღაცა light blue. და ნახეთ ახლა რა ხდება. ნუ შეიძლება რომ არა მხოლოდ ზომების ხრივ ან ასე შემდეგ, ნუ ნებისმიერი სტილი შეიძლება რომ მომინდეს რომ შევცვალო უფრო მაღალ იმეებზე, რა ქვია, რეზოლუციებზე რა. და აი ზუსტად აი ხდება, აი აქ.
ესეთი media, ესეთი სელექტორივით არის, ანუ ჩაშენებული არის ეს keyword-ი CSS-ში და აი ზაღლუკას ნიშანს რო ვეძახით, ხო? აი ეს და media, ესე იწერება და ამით უკვე ხვდება ჩვენი CSS-ი, რომ საუბარი გვაქვს უბრალოდ ამ რეზოლუციებზე. და უკვე ფრჩხილებში ამას თუ კონკრეტებთ, რასაც მინდა იმას დავწერ, რომელი სიგანიდანაც მინდა რომ შეიცვალოს რაღაც ჩემი კონკრეტული ელემენტი, მაგას წერ და min width ნიშნავს, რომ მინიმუმ აი 600-დან ზემოთ უკვე აი აქ რა ფიგურულ ფრჩხილებში რაც მეწერება ნებისმიერ ელემენტზე, ეხლა მარტო body მაქვს, მაგრამ შემიძლია აქ მე ნებისმიერი ელემენტი გავწერო. აი იმის სტილები შეიცვლება ამ სიგანიდან ზემოთ, ხო? ამ შემთხვევაში იცვლება რა? body-ში background color-ი. ოღონდ და ხო ხდება light, ანუ უფრო მუქი არა და ის მწვანე ფერქთალი, ხო? და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ რაც იცვლება მხოლოდ და მხოლოდ იმას წერე რა, ანუ ამას რომ merging და panning-ი აქ 0 უწერია, ეს იგულისხმება აქაც, ანუ აქ კი არ ეკარგება ეს, არა. იგულისხმება, მაგრამ აი ნახეთ, ეს სტილი და ეს სტილი როცა ერთნაირია, ხო? და როცა CSS-ი დაინახავს ორ ერთნაირ სტილს, იმას გადააწერს თავზე. დანარჩენი სტილები რაც არის და დატოვებს თავიდანვე რაც იყო იმას, ხო? ანუ რა გამოვიდა ახლა, რომ mobile-ზე ანუ სულ თავიდან, ხო? ანუ 0-დან მოყოლებული, 0 პიქსელიდან მოყოლებული ქონა ეს background color-ი და 600 როგორც ვეგახდა უკვე იქიდან დაწყებული, მიეცა ეს background color-ი. დანარჩენი სტილები დარჩა უცვლელი. და კიდევ ერთი dimension-ია დამატებული აქ, რომ უკვე 900-დან, ანუ 900-დან ზემოთ კიდე შეიცვალოს background color-ი და უკვე light green-მა ხო გადააწერა light blues და ეს light coral-ი რომელი ფერი არ ვიცი მართლა გითხრათ, მაგრამ ამან კიდე ზემოდან გადააწერა ამას. ანუ საბოლოოდ უკვე 900-დან ზემოთ, ამას უკვე ზედაზღვარი აღარ აქვს და რა რჩება ეს ფერი. პრინციპი არის ეს, მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერი, ესე მუშაობს responsive, ხო? და ხო, media ამას ეძახიან media queries, რაც ახლა თქვენ განახეთ და აი მას ეძახიან break point-ებს რა, ანუ ის პოინტი, საიდანაც იცვლება უკვე დიზაინი. break point-ი ქვია ამას. ტერმინოლოგიას რო ვიცოდეთ. ფილოსოფია მთელი ნუ არა, მაგრამ ძირითადი რაც არის ეს. ეხლა ამაზე თუ გაქვთ რამე შეკითხვა, ახლა ამაზე ჩვენ გადავალთ და უკვე პრაქტიკაში გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თეორიულად თუ გაქვთ რამე შეკითხვა, ლევან გისმენ? Media only screen-ი რამეს შეუცვლის? იცი როგორ რაღაც არის. მან არის სხვადასხვა ვარიანტები. media print-ი არის და ასე შემდეგ და ის კიდე სხვა თემა არის, მაგას მე განახებთ. only screen-ი იგივეა იდეაში. ან only screen-ი ნიშნავს, რომ რაც საით რაც უყურებ, რაც ჩვენ გვინდა ახლა, რასაც ჩვენ გავდივართ, რაც მე ეხლა მე ავახსენი, იგივე რამეს აკეთებს, რომ აი თვითონ საიტი რა screen-ზეც არის, იმ screen-ს იღებს და იმის სიგანით ანგარიშობს ამას. ეგ არის და ეგ რა, რაზეც ახლა ვისაუბრე. on screen რო დაუწერო, არაფერს არ შეგვიცვლის მოკლედ ამ მომენტში. სიმართლე რო გითხრათ, ახლა მე ის მაგალითი ამოვიღე, მე screen-ით წერდი ხოლმე, მაგას განახებთ მოკლედ ხარ აზე არის საუბარი, თუმცა მაგალითში ესე იყო და მოდი ახლა ეს დავწეროთ ნებისმიერი დამატებით რაღაცების გარეშე. თუმცა აქ ამას რაღაც ვარიანტები, რაც შეგვიძლია აქ დავამატოთ, მაგრამ ახლა ეგ არ გვინდა. მე მაგეებსაც შევეხებით სემინარზე, შეგვიძლია რომ შევეხოთ. ოკეი, კიდე კითხვები ხო გაგვთ მე? კი ბატონო, მოდით ახლა ცოტა ხანი აქ სლაიდები დავასტოპოთ, დავაპაუზოთ და გადავიდეთ ჩვენს HTML-ში და გავაკეთოთ ეგეთი რამე. ხო, როგორც ხედავთ, აქ მაქვს ორი HTML და ორი CSS-ი. რო არ დაიბნეთ, ეს CSS-ი არის ამ HTML-ის და ეს CSS-ი არის ამ HTML-ის. ეს ალკე რომ მე გრიდები აგიხსნათ რა. ესე შეგიძლიათ რომ მრავალფეიჯიანი აპლიკაციები ესე გააკეთოთ. ანუ საწყის page ყოველთვის იქნება index.html და თუ კიდე რამე დამატებით page-ების დამატება მოგინდათ თქვენ აპლიკაციაში, უბრალოდ სხვა HTML-ს გააკეთებთ. ახლა ჯერჯერობით ამ ეტაპზე მარტო single page აპლიკაციები გვაქვს, ანუ ერთ page-იანი და ის არ გჭირდებათ, მაგრამ მე რო აგიხსნათ და ცალ-ცალკე რო იყოს ეს ყველაფერი განაწილებული, მაგიტო არის რა, ეგრე. ხო, ახლა მოდი გავაკეთოთ ეგეთი რაღაც. შემოვიღოთ რაღაცა div-ი, კლასი მივცეთ კონტეინერი და ავიღოთ ეს ჩვენი div CSS-ში და
გავუწეროთ ესეთი რამე. მაგალითად იყოს background color-ი ready, მივცეთ სიგანე 100 პიქსელი, height 100 პიქსელი. ოდე ახლა ნახოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი საიტზე რა. აი ესეთი div-ი დაჭდა მოკლედ აქ, ხო? index.html page-ზე ვარ ახლა. ეხლა ნახეთ რა ხდება. responsive-ით რო ვაკონტროლოთ, ანუ ეხლა მე რო შეიძლება კითხვა გაგიჩნდათ, რომ როცა უყურებ ლეპტოპიდან როგორ გადავიყვანო მობილური ზომებზე, ხო? ნუ პირდაპირ შეგიძლიათ რა თქმა უნდა ეხლა რაღაც zoom-ინი რო უქნათ, რომ მიახლოვოთ, ეს საიტი პატარავდება და რეალურად მობილურ ზომაზე გადაიცემა, რა თქმა უნდა, ეს კაი გზა არ არის. ამის რთული არის ინსპექტში ჩაშენებული და ნახეთ ახლა როგორი რაღაც არის. აი აქ იპოვით ესეთი რაღაც არის, ანუ ლეპტოპის და მობილურის აიკონია, ამას დააკლიკებთ და გამოვა ესეთი ფანჯარა. უკვე აქედან თქვენ ამას ხელს მოკიდებთ, შეგიძლიათ რომ ეს დააპატარავოთ, გაადიდოთ და დააყენოთ ნებისმიერ ზომაზე. სიგანე შეგიძლიათ რომ აი აქედან შეუცვალოთ და პიქსელი დაუწეროთ ზუსტად. იდეაში მობილური იწყება 350-დან. ამიტომ მოდი 350 დავუყენოთ, რომ შევხედოთ, აი ეს გამოიყურება ჩემი საიტი მობილურის ზომაზე. თუ გინდათ რომ უფრო მარტივად გააკეთოთ, ნახეთ, აქ არის dimensions, ეხა არის ჩართული responsive-ზე. როცა responsive-ზეა ჩართული ზომებს ჩვენი თუ აკონტროლებთ ესე, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ თუ მინდა რომ კონკრეტული რაღაცის ზომაზე დავსვა, ამას ჩამოშლი და ნახეთ, მოცემული არის სხვადასხვა гаджеტები. iPhone XR, iPhone 12 Pro, ანუ ზუსტი ზომები ამ ტელეფონების და მე არის უკვე iPad-ები, მე არის რაღაცა Galaxy-s Fold-ი რა, მოკლედ სხვადასხვა ხშირად გამოყენებადი гаджеტები. რომ მაგათი ზომა ზუსტად დავსვათ და აქედან ხელით არ უწვალოთ, რომ ეგ ჩავწეროთ რა. მაგალითად, ავიღოთ iPhone 12 Pro. iPhone 12 Pro სიგანი არის 390 პიქსელი. ეხლა ზუსტად ეს ზომა არის iPhone 12 Pro-s ზომა. და ხო, ესე შემიძლია რომ ზუსტად შევხედო მაგალითად როგორ გამოიყურება ჩემი საიტი ამ ზომაზე. ეხლა არის წითელი ეს div-ი და მინდა რომ მაგალითად როცა მე გადავალ უფრო მაღალ dimensions-ზე, მაგალითად არ ვიცი, iPad არის როცა არის ტიპი რომ შემოვა უფრო ანუ iPad-იდან, ტაბლეტიდან, ანუ სხვანაირად მინდა რომ დავანახო ეს რა და ისე არა, ვთქვათ. რა ვშვები ხო? მაგისთვის. ტაბლეტის break point-ად ხო, რა ვთქვით, ავიღოთ ხოლმე 768 პიქსელი. ესე იქნება ხოლმე Figma-ში ჩვენ დავალებებში. ხო, ეხლა მოდი ის კოდი ვნახოთ. ორი წამით, აქ ის მაგალითად გადმოვიღე და იმედია რომ სწორად წერია. ყველანაირ დამატებით რაღაცების გარეშე გადმოვაკოპიროთ და გავაკეთოთ ეგეთი რაღაც. ეს დავშალოთ. min width breakpoint-ი თქვით რომ ვინ არა 768, ანუ ეს ნიშნავს იმას რომ მინდა რომ 768 პიქსელიდან შეიცვალოს, ხო? ამიტომ დავწერ დაამარტივად 768 პიქსელს. ეს. ოკეი, ეხლა აქ უკვე შემიძლია რომ ჩვეულებრივად დავწერო CSS. მე მინდა რომ შევცვალო კონტეინერი. და კონტეინერის ფერი. ეხლა აქ რაღაცები მიგანახა რაც არ მინდა. მოდი ესე დავწერ background color-ი და მინდა რომ გავხადო aqua. ახლა ნახოთ ეს თუ იმუშავებს ჩვენ საიტზე. ოკეი. შვენიერი, ანუ 820 უკვე ის არის ხო 768-ზე მეტია რა თქმა უნდა და ფერი შეიცვალა. მოდი ახლა ვნახოთ რომ ეს მუშაობს ნამდვილად. 12 Pro-ზე რო გადავრთო, წითელი იქნება და რო გადავრთო მერე უკვე iPad mini იყოს ან არის მნიშვნელობა არ აქვს. აი მინია ზუსტად 768. 768-დან ზემოთ ფერი შეიცვალა. ეს გადასვლა უფრო კარგად და მკაფიო დავინახოთ, ვიზავ ეგეთ რამეს, აი ხელით გადავიყვან, ნახეთ, აი როგორც მივა 768-ზე, ეგრევე შეიცვლება. აი ნახეთ 768-ზე რომ მივალ ახლა, ნახეთ ეგრევე შეიცვალა. როგორც დავაპატარავებ, ისევ დავბრუნდა უკან. აი ეს არის. ეს პრინციპი მუშაობს ყველაფერზე, ხო? ეხლა მოდი ცოტა რეალური მაგალითს რო შევეხოთ. ნუ იდეაში როცა დიდ ეკრანზე გადავდივართ, ნუ ეხლა რამის ფერის შეცვლა არ გვინდა ხოლმე. ფერი ზოგადად საიტებზე იგივე რჩება. მაგრამ სამაგიეროდ ხდება ის, რომ თქვად ზომა იზრდება შეიძლება რაღაც ელემენტის, ხო? მაგალითად ეს თუ არის 200 აქ მინდა რომ ამის ზომა გაიზარდოს და უფრო დიდი იყოს რა. უფრო სწორად 100 არის და თქვად მინდა რომ გახდეს 200. ანალოგიურად დამსტილებს ავიღებთ და 200 პიქსელად გადავაკეთებთ აემებს.
და ახლა უკვე მოხდება ის, რომ გარდა ფერისა შეიცვლება ზომაც. ეს არის და ეს. აქ შემიძლია რა თქმა უნდა თუ სხვა ელემენტიც მაქვს, მე აქ სხვა ელემენტით შევცვალო. თავარია რომ აი მედიას ფიგურულ ჭრილში ვიყო მოქცეული რა. აი მაგალითად ავიღოთ ეგეთი რაღაც. H1 ქვემოთ რაღაცა, სადაც წერია hello world-ი. ამის საწყისი ზომა ზოგადად, აქ დავწეროთ 16 პიქსელი, ოღონდ კონტეინერის არაბოდიში H1 სტილი მინდა, ხო? ამას წავშლი. H1 იყოს font size 16 პიქსელი და აქ უკვე გადავაკეთოთ და დავსვათ უფრო დიდზე, მაგალითად 32 პიქსელი. ანუ ამის იმიშვენება მინდა რომ რეალურად რა თქმა უნდა რამდენი ელემენტიც გინათ, იმდენი ელემენტ შეგიძლიათ რომ შეუცვალოთ მედიაში რაღაცა გარკვეული სტილი. თავარია რომ ამ ფიგურულ ჭრილებში იყოს მოქცეული. გადავიდეთ აბა ეს რომ დავაპატარავთ, ნუ აქ უფრო პატარა არის, როგორც გავადიდებ, უფრო ესეთ გაიზარდა, ნახეთ, აი რომ დავწმუნდეთ. ეს. თან ახლა დავაკლიკო ამას, მე ნახეთ რა მოხდება. H1-ს უწერია 16 პიქსელი თავიდან. და მე უკვე ნახეთ, აი მედია ჩანასახაც რა. თავზე გადააწერა ამ მედია query-ში font size-მა და 32 პიქსელი გახდა. ანუ რეალურად წინასაც მიჩვენებს. რა იყო მაგამდე. ეს არის და ეს. ოკეი, ამაზე რამე კითხვა ხომ არ გაქვთ ახლა media query-ის ამბებზე? ოკეი, ანუ გასაგები იყო ყველაფერი. კი ბატონო. responsive-ს რაც შეეხება, responsive, ანუ კარგი responsive-ი საიტი რო ავაწყოთ, მარტო არ გულისხმობს იმას, რომ media query-ები ვწეროთ რა. იმიტომ რომ ხო, media query არ არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი საიტი იქნება კარგად responsive-ი და ყველა dimension-ზე, ანუ ყველა რეზოლუციაზე კარგად ანუ აჩვენებს ჩვენ საიტს. ამისთვის არის აუცილებელი ის, რომ წეროთ სწორი CSS, რაც მოიაზრებს სხვადასხვა რაღაცებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის რა? უკვე რაც აქამდე ვისწავლეთ ჩვენ. ანუ მაგალითად, არ გამოვიყენოთ გარკვეულ, როცა საშუალება გვაქვს ამის, არ გამოვიყენოთ მერჯინები, გამოვიყენოთ flex-ი, მაგალითად. ხო, იმიტომ რომ flex-ი უფრო responsive-ია გაცილებით ვიდრე მერჯინები. მერჯინებში დავუწერ რაღაცას, გადაადგილებ ამ მერჯინებით და ზის იმ ზომაზე და მორჩა. და აი flex-ით უკვე რაღაცები უფრო ისეთია, რომ როცა სიგანე იზრდება, უფრო ლაგდება რაღაცები რა. აი მაგალითისთვის ახლა ეს რაღაცას გავაკეთებ. კონტეინერი ხომ აქ აქ. მოდი ამას rdiv-ში ჩავსვალ და დავარქმევ wraps class და ესეთ კონტეინერს მე გავაკეთებ აქ რამდენიმეს რა. ესეთ. აი ასოციაცია მინდა წარმოედგინოთ ესეთი, რომ mac მოიცადეთ რაღაც ის არის რა ქვია. ეს ფერი იყოს, კაი ეს ფერი იყოს. წარმოიდგინეთ რომ mac ფილმების საიტი რო არის ხოლმე რა. მან ხო არის ჩამწკრივებული ეს ფილმები. მაგალითად შეიძლება ერთ რიგში იყოს 5 ფილმი რა, მაგრამ თუ გავადიდე ჩემი საიტი, მე უკვე ერთ რიგში უფრო მეტი ფილმი ეყრება. ანუ აი რას გულისხმობ. მიხვდებოდით განახებთ ფილმების საიტს. ყველა საიტი კი დავიხურეს, მაგრამ ეს მუშაობს ესეთ ხო. ესე იგი inspect-ში რო გადავიდე, ხდება ეგეთი რამე, რომ აი მაგალითად ჩანს 3 ფილმი, გავადიდე, უკვე 4 გაიჩნდა, ნახეთ, რომ დავაპატარავე 3-ია და ასე შემდეგ რა. ამას კი სხვანაირად გავაკეთე გაკეთებული, მაგრამ ანუ იდეურად ამაზე გესაუბრებით. აი აქ მაგალითად ახლა რა უნდა გავაკეთოთ? აქ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ნახეთ, ორი წამით ესე გადავალ აქ. ამას შევკეცავ. flex-ი ძალიან კაი რაღაც არის ამ მომენტში და რას გულისხმობ ახლა. მე რო wrap-ი ავდგე და გავflex-ო style CSS-ში. ესეთ რამე უნდა გავაკეთო. აი ეს ავდგები. wraps display flex დაუწერ, ოღონდ პირველ რიგში დაუწერ კიდე gaps, რომ ესენი დაშორდეს ცოტა, რომ კარგად დავინახოთ. ეს რა მოხდა? ახლა ჩამწკრივა ამან და რაღაცნაირად ჩატენა, მაგრამ ესე რო არ მოხდეს, ესეთი კაი ის არსებობს, ძალიან
აქვია property ეს ჩვენ ნახეთ ისა wrap-ი flex ვაიმე flex wrap-ი მინდა რომ იყოს wrap ნახეთ ხარ რა ხდება აი ესე ხო არის როგორცვე საიტს ვადიდებ როგორცვე აქ ადგილი ხდება ეგრევე ატევს რა აი ესეთი რაღაცა ხდება ანუ აი ხლა მე MediaQuery არ გამომიყენებია საერთოდ მაგრამ ჩემ საიტს გარკვეული რესპონსიულობა შევმატე იმიტომ რომ რაღაცნაირად ზომაზე ეწყობა ეს საიტი რა აი ეგ რო გადავიდი ჩამოაგდო და აი რაღაცნაირად ერგება ხო ყველაფერს რა თქმა უნდა ეხლა ეს ცოტა გასაუმჯობესებელია იმიტომ რომ Rose-დი აქ ადგილი რჩება გარკვეული მაგრამ ოკეი მაგასაც მივხედავთ ანუ ამით იმიშვენება მინდა რომ მარტო Flex-ი არ ნიშნავს მარტო Flex-ი კი არა მარტო MediaQuery-ები არ ნიშნავს რომ თქვენი საიტი იქნება რესპონსიული აი ეს რაღაცები უნდა გქონდეთ ხო ერთ-ერთი კარგი წინაპირობა არის Flex-ი რომ მაქსიმალურად გქონდეს სწორ ადგილებში Flex-ის გამოყენებული რომ ეს რაღაცებზე საიტმა რეაგირება მოახდინოს ხო კიდე შემიძლია გავაკეთო ეს რაღაც justify content-ი ცენტრი და ეხლა საერთოდ რა იქნება ნახეთ აი ესე შუაში არის ნახეთ როგორ გადაიწყო ეგრევე როგორც ანუ Flex-ის ისა ანუ როგორ თქვა behavior-ი ანუ ქცევა რომ როგორც იპოვა დიდი ადგილი უკვე Flex wrap-მა გადმოაწყო და ერთ რიგში ჩალაგა უკვე 3 ელემენტი ხო და აი ესე გააგრძელა ბოლომდე ხო ანუ აი იქ არაფერ შუაში არ არის უკვე MediaQuery-ები თქვენ თუ გაითვალისწინებთ ამ ყველაფერს Flex თუ გამოიყენებთ ხშირად და სწორად რა თქმა უნდა MediaQuery-ებსაც და კიდევ არის რაღაც პატარა დეტალები და მაგას ახლა თქვენ განახებთ მაგრამ ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებთ თქვენი საიტი იქნება რესპონსიული კარგად რესპონსიული აყოთ და არა ისე ცოტა არეული რო არის რა ხო კიდევ ერთ ამის მინდა მიაქციოთ ყურადღება რომ მე რო ვახსენებ break point-ები არ ქნათ ხოლმე ისე რომ აი ეს დააყენოთ ამაზე და მარტო ესე შეხედოთ და ამაზე კარგია, ოკეი, მე ამაზე დააყენოთ, ამაზეც კაია. არა. აი გადასვლები შეამოწმეთ, ხო? აი როგორ გადადის აქედან იქამდე თქვენი საიტი რეალურად. არ შეხედოთ მარტო break point-ებს, იმიტომ რომ ეგრეთ თუ შეხედეთ, შეიძლება მე გადასვლები იყოს ცოტა ისეთი უცნაური. ამიტომ თქვენი საიტი ყველა პიქსელზე უნდა იყოს ძალიან კაი. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან თუ დააპატარავე ესე აირევა ყველა საიტი საერთოდ. ამ ხელტელეფონი არც არსებობს, მაგრამ ივარაუდეთ დაახლოებით უკვე რომ 300 პიქსელიდან კარგად იყოს რა. და ესე ბოლომდე კარგად გადადიოდეს მოკლედ ყველა პიქსელზე საერთოდ. ოკეი. ეს რაც მინდოდა. ახლა ამაზე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? კი ბატონო. მაშინ ახლა კიდევ ერთი რაღაც. კარგია, ანუ რო გავიგეთ Flex-ი, რატო არის კაი რესპონსივში, უშუალოდ MediaQuery-ები რა თქმა უნდა უპირველესია, მაგრამ ხო, გისმენელმა? Credits კარგი არის? კი, რესპონსივებში. ძალიან კაი რამე აგიდის, მაგას ეხა ახსნით, ეხა რა ცოტა მერე ამ ლექციაზე და ხო, მაგასაც იდეაში განვიხილავთ რა. თუმცა ეგიც გამოიყენება, რომ ჩვენი საიტი რესპონსიული იყოს. კი ბატონო. პლუს ამას არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენი საიტის რესპონსიულობას და ამას ქვია, უკვე მოდი გადავიდეთ პრეზენტაციაზე, ჩვენი შემდეგი ნაწილი, ეს არის რელაციური ზომები. ну პიქსელი არ არის მაინდა-მაინც რელაციური ზომა, მაგრამ მაინც ამ სიაშია, მაგრამ ოკეი, ეხლა ყველაფერს განვიხილოთ. ანუ ეხლა რა არის რელაციური ზომები? ყოველთვის კარგია, ოღონდ რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია რომ ეგრე იყოს, არ არის აუცილებელი რომ სულ ეგრე იყოს, მაგრამ ნახეთ რას გულისხმობ, რომ თქვენ საიტზე ელემენტები რაც გაქვთ, იყოს რელაციური, ანუ არ იყოს რომ აი ეს არის 20 პიქსელი და სულ დარჩეს 20 პიქსელი. კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ, შეიძლება რომ საჭირო იყოს და არა ერთხელ ხო ანუ რაღაც ელემენტები არის საიტზე რაც სულ ერთი ზომა რჩება მაგრამ თუ კი ელემენტი არის რომელსაც ატყობთ რომ უნდა გაიზარდოს თქვენი საიტის ანუ ეკრანის გაზრდასთან ერთად არავითარ შემთხვევაში ეგეთი ელემენტი პიქსელებში არ უნდა გეწეროთ და ამისთვის არის ბევრი სხვადასხვა რელაციური ზომა პროცენტი AMI, VH, REMI და VW რომელიც გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევებში და ამას ხა აგიხსნით
მაგამდე მინდა რომ რეალური მაგალითი მოგიყვანოთ. აი მაგალითად დავიღოთ, არ ვიცი, რომელიც საიტი ტიკეტი ავიღოთ, ისევ და ისევ. აი რა ხდება აქ, ხო? აი რომელი ელემენტი არის ეგეთი. აი თუ დავუკვირდებით ჰედერი რომ არის, ხო? აი თეთრი რაც არის. ეს რაც არ უნდა მე საიტი გავზარდო თუ დავაპატარაო, მიყვება რა ეს თეთრი ზემოთ რაც არის, აი ეს წარმოიდგინეთ რომ არის თეთრი კონტეინერი. და მიყვება ეკრანის ზომას. აქ კიდე კარგად არჩენს ვიცი ის ხორჯობია რა ქვია. ჯიმუისის. კაი. მოდი აი აქ განახებთ. Google-ის ისა რა search-ი ხო მაგალითად. რო ვზდი Google-ის search-ი იზრდება. პატარავდება ხო? აი ესე მოყვება. ეს რომ მე პიქსელებში რომ დამეწერა, ესე მე რა ვიდაწერა. პიქსელებში არ იქნება, პიქსელებში ესე არ იქნებოდა, იმიტომ რომ პიქსელს რო უთითებ, არის იმდენი და მორჩა. ანუ ეკრანის ზომას ვაფშე არ უყურებს რა. მაგრამ არ წერია ეს პიქსელებით, ეს წერია რელაციური ზომის ერთეულით. ყველაზე გამოყენებადი და გავრცელებული ზომის ერთეული რელაციური არის პროცენტი. პროცენტი ხარ აშვება ნახეთ. ავიღებ და გავაკეთებ ეგეთ რამეს. აქ კიდევ ერთ კონტეინერს შევქმნი. მოდი ბარე პატარა ახალი თეგი შემოვიტანოთ. წეღარას განახეთ ჰედერი რომ იყო, ხო? მაგისთვის HTML-ში არსებობს თავისი თეგი და ქვია ჰედერი. ანუ ქცევის მხრივ იგივენაირად იქცევა, როგორც მაგალითად იქცევა div კონტეინერია, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამას ვიყენებთ მაშინ, როცა ვწერთ headers და სემანტიკურად სწორი ესეა. Header-ი შემოვიტანოთ და მოდი შიგნით ჩავწეროთ სიტყვა header. ეხლა ავდგები მე style CSS-ში ამ headers. ამ header-ი არის თუ თავშია ხო კი ბატონო. ამ წერტილით არ აღვთ. ესე ამ headers მივანიჭებ ფერს. Background color-ი იყოს blue მაგალითად. და ესეთ რამს გავაკეთებთ. მოდი საიტზე განახებთ ჯერ. ეხლა რა ხდება? ნახეთ, ეს header-ი ისედაც ესე მოყვება, იმიტომ რომ default-ად ეგ აქვს გაწერილი. რომ ეგრე გამოყვეს რა. ოკეი. მაგრამ მაინც კარგია რომ ესეთ დროს დავუწეროთ სიგანე ყველა ვარიანტში 100%. 100% ნიშნავს რას? ხო, აი როგორც ხედავ თეთრი ადგილები არის აი მეებზე. ზემოთ. ეგ იმიტომ რომ default სტილები მოყვება. ჩვენ წინა სემინარზე ახსენით როგორ უნდა დავარესეტოთ ყველაფერი ერთად და pip-ში გავწერ პროსტა აი მეებს. box size-ი მოდი არ გვინა merging და padding-ი რომ გავამლოთ ყველაფერს. ოკეი, ეხლა უკვე ეს თეთრი ადგილები აღარ აქვს და 100% ნიშნავს იმას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ისედაც ეგრე არის. ორი წამით ცოტა გავადიდებ რა font size-ს, რომ კარგად გამოჩნდეს რაღაც 32 პიქსელი იყოს. ისედაც header-ი ესე იქცევა. მთლიან ზომას იკავებს, მაგრამ არ გვინა მაგას ყურადღება არ მივაქციოთ, მაინც გავუწეროთ ხოლმე 100%. ეხლა ნახეთ რას ნიშნავს 100%. 100% ნიშნავს, რომ როცა მე ელემენტზე მიწერია სიგანე ან სიმაღლე პროცენტებში, ეს ნიშნავს, რომ ეს იღებს აი მისი მშობელი ელემენტი, ერთით მშობელი ელემენტი, რამდენიც არის იმის პროცენტულ ზომას. აი მაგალითად, თუ ამის მშობელი ელემენტი არის სიტყვაზე ვიძახი რაღაც 200 პიქსელი და მე მიწერია მის შვილ ელემენტზე 50%, მაშინ შვილი ელემენტი გამოდის 100 პიქსელი. იმიტომ რომ იმ 200 პიქსელის 100%-ს აიღებს. body ყოველთვის იმხელა რამხელად ეკრანია, ამიტომ მე რო body-ში header-ი მაქვს და headers 100%-ს უწერ, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ header-ი იმხელა იქნება რამხელად ეკრანია, ხო? იმიტომ რომ თვითონ body არის მისი მშობელი და body არის მოკლედ ეკრანის ხელა. მე თუ ავდექი და გავუწერე 50%, ნახეთ ზუსტად body რამხელაც იყო, იმის ნახევარზე დაჯდა 50%-ზე, ხო? ძალიან მარტივი რამეა. ანუ ამ შემთხვევაში კი ბადია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ მშობელი ელემენტი, ხო შეიძლება რომ ბადი არ იყოს და სხვა ელემენტი იყოს და მე კიდე იმ ელემენტში იყოს რაღაც ელემენტი. ყოველთვის აი ერთით მშობელი, რომელიც არის, იქიდან ანგარიშობს პროცენტულად უკვე სიგანეს და სიმაღლესაც იდეაში. კიდევ არის ერთი პატარა დეტალი, ჩვენ პირველ სემინარზე ვახსენეთ, მაგალითად, ზოგან არის, რომ რაღაც მომენტში ეს header-ი აღარ იზრდება. და რაღაც მომენტში უკვე ფიქსირდება მისი სიგანე. როგორ ხდება ეგ?
უნდა დავუწეროთ max width-ი. ამ შემთხვევაში მოდით იყოს 1500 პიქსელი, თქვათ. ამას ნახეთ ხა რა ხდება. საიტი რო გავზარდო, გაიზრდება, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე როცა ჰედერი მივა 1500 პიქსელამდე, გაჩერდება. და მეტი ნახეთ უკვე მარჯვნივ უკვე თეთრი ადგილი გაჩნდა. მეტი აღარ იზრდება, ხო? ეს ხდება ხოლმე ზოგ საიტზე. ანუ ახლა რეალურ მაგალითში რო ავიღოთ მარჯვნივ არჩება ხოლმე, ანუ თეთრი ადგილი ცენტრში შეიძლება რომ დარჩეს ჩვენი ჰედერი. ამიტომ უნდა გავუწეროთ margin auto თი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ნახეთ, ახლა როგორ მოხდება? ესე ჰედერი გაიზარდა და აქ უკვე დაფიქსირდა და დარჩა ცენტრში. ხო? ოკეი. ეს არის და ეს. ანუ ახლა რა მოხდა? რა შევაჯამეთ აქედან? რომ იმისათვის რომ მე ვწერო რესპონსიული საიტი რომ ავაწყო, უნდა დავიცვა გარკვეული რაღაცა წესები. ერთი რომ აუცილებელია გამოვიყენო მედიაქვერები, აუცილებელია გამოვიყენო ფლექსი, აუცილებელია გამოვიყენო რელაციული ზომები. აი ეს სამი არის ძირითადი რაღაც. ფლექსთან ერთად კიდე არის გრიდი და ამას ნახავთ, მაგრამ აი ეს არის ძირითადი ნორმები, რითაც შემიძლია რომ მე ავაწყო რესპონსიული საიტები. ოკეი, კითხვები ხო რა გვაქვს ახლა ამაზე რაიმე? კი ბატონო. ახლა მოდი განვიხილოთ კიდევ გვაქვს ჩვენ რელაციური ზომები, რამდენიმე დარჩენილი და ესეც ძალიან საინტერესოა და მინდა რომ განვიხილოთ და აქ ხო, ნახოთ ესეთი რაღაც. შემდეგი არის, ანუ პროცენტი გავიგეთ. შემდეგი არის ემი. ემი გამოიყენება ყოველთვის მხოლოდ font size-თან მიმართებაში. ანუ ფონტის სიდიდე არის ემით გამოხატული და ძალიან მარტივი რაღაცა არის. ემი ნიშნავს, რომ მე მაგალითად მაქვს რაღაცა მშობელი ელემენტი, სადაც font size-ი მაქვს გაწერილი 16 პიქსელი მაგალითად და იმის შვილი ელემენტი რაც იქნება, თუ შვილ ელემენტს დაუწერე ანუ ზომად ემი, მაგალითად 1 ემი. ეს 1 ემი ნიშნავს, რომ 1 ემი არის ზუსტად იმდენი, რამდენიც არის მშობელი ელემენტის font size. და მე უკვე რელაციურია მშობელი ელემენტის font size-ის მიმართ. მაგალითად, თუ დაუწერე 2 ემი, ნიშნავს, რომ თუ მშობლის font size-ია 16 პიქსელი, შვილი, რომელსაც 2 ემი უწერია, იმის font size-ი იქნება 32 პიქსელი. მოდი ახლა ვნახოთ ეგ პრაქტიკაში უკვე რა. ესენი წავშალოთ, რომ არ დავიბნეთ, აღარ გვინა და ვნახოთ რაზე მაქვს საუბარი. მაგალითად, ყველაზე მშობელი ელემენტი არის body და ავიღოთ body. body-ს ზოგადად ეს რა ქვია, font size-ი და body-ს კი არა, მთლიანი HTML-ის ანუ რა, არის ხოლმე დიფაულტად 16 პიქსელი. მაგრამ მოდი შევცვალოთ და მაგალითად დავაყენოთ body-ს font size-ი 10 პიქსელი. ახლა მე რო ავიღო და ნებისმიერი ელემენტი body-ში შევქმნა, ხო, მისი შვილი ელემენტი გამოდის, ხო? გრიდში არა, გრიდი არ მინდა, მოდი ამას დავხურავ. და რო შევქმნა h1 და რაღაცა hello world-ი დავწერო. hello world-ი. აქ რო ის დავასელექტო და რო გავუწერო font size-ი 1 ემი, ეს ნახეთ ხა რას გააკეთებს. ეს იქნება 16 პიქსელი ზუსტად. მოიცა 16 კი არა, 20 დავწერე იქ. 10 პიქსელი მიწერე, მოიცა რა წამით font family 1 ემი. ნო, ბექას size-ი ხომ არ უნდა იყოს. ვაიმე, font family. თან რო წავიკითხე და რო ვიკითხებდი. ხო, მართალია. font size-ი. ხო, რა ძალიან დაბადარავდა. მივიტანოთ ცოტა ახლოს. ეხლა ნახეთ. ტექსტ ზომდა. ხო დავაკეთე font size. font size 1 ემი, კაი, 2 წამით 20 პიქსელი წერანი. აი ხარ 10 პიქსელი. დავაწყობა რაღაცნაირად დავარეფრეში ცოტა ცუდად. მივიტანოთ და რომ მივიტანო ახლა იქნება 10 პიქსელი. მე თუ ეს გადავაკეთე და დაუწერე 2 ემი, იქნება რამდენი? ანუ ემი რაც წერია, ეს არის, ანუ აქ რაც წერია
ეს ნიშნავს რომ აი მშობელი რო გაამრავლო ამაზე იმდენი პიქსელი რა ხო ალბათ მაგას უკვე მიხვდით 2m ნიშნავს რამდენს 20 პიქსელს ხო ნახოთ არის 20 პიქსელი ოკეი ეს რო გადავაკეთო 20-ად რამდენი იქნება 40 პიქსელი იქნება ხო იმიტომ რომ 20 ჯერ 2 გამოვა ანუ მშობელი რაც არის ის გაამრავლა 2-ზე ახლა უკვე 40 პიქსელია ან ძალიან მარტივია შობლის font size-ი რამდენიც არის იმდენჯერ m-ი ანუ რამდენიც მიწერია რამდენი m-ით მიწერია იმდენზე გაამრავლებთ და დაждდება იმდენი აქ შეგიძლიათ დაუწეროთ მაგალითად 0.5 m რა იქნება ამ შემთხვევაში font size-ი h1-ის 10 პიქსელი. კი ბატონო, ეს უკვე მათემატიკის გაკვეთილებით არის, მაგრამ ხო, მაინც 10 პიქსელი. ანუ იმის ნახევარი. ეს პრინციპი მუშაობს. ხო, ეხლა საინტერესო რაღაც გამოჩნდა აქ რა. HTML-ზე მივიტანე მაუსი და HTML-ი არის ყველაფერს ვაკრავს, ხო? ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. HTML-ის font size-ია 16 პიქსელი რა. დიფაულტად ყოველთვის ეგრეა გაწერილი. HTML-ს გაწერილი font size, რომელიც არის 16 პიქსელი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ნუმერო ბადის წაუშალო იდეაში ეგ გავრცელდება ამაზეც, რომელიც ამინახოთ. ხო, 0.5 მიწერია აქ, ხო? ანუ როცა ბადის თუ წაუშალე font size-ი, ავტომატურად ბადიზეც გადმოვა font size-ი 16 პიქსელი. ეხლა ის რაში გვჭირდება რომ ვიცოდეთ. ნახეთ ეხლა რა ხდება. ეს სიტუაცია მაქვს, ოკეია. ნუ მოდი დაუწეროთ 1m. იღებს ეს მშობლიდან. ეხლა მაგალითად აქ რო div იყოს და ამ div-ისთვის რო გამეწერა მე font size-ი, ხო? აიღებ და ამ div-დან რა. რა ხომ div-ზე არ მიწერია, მაინც აქედან აიღებს, მაგრამ მოდი გავუწეროთ ეხლა div-ს. ესე. და იყოს 10 პიქსელი. ეხლა იგივეა ზუსტად, უბრალოდ h1-ის მშობელი ამ შემთხვევაში ეს div-ია და ამ div-დან აიღებს უკვე ამ font size-ს. და იგივე რაღაც იქნება, 10 პიქსელი იქნება აქაც. მაგრამ ეს გავიგეთ, ხო? ამაზე თუ რამე კითხვა გაქვთ, გამაჩერეთ და კიდევ ერთხელ ავხსნი. მაგრამ თუ კი გაუწერ 1m არა და 1rm, 1rm ნახეთ ახლა რა შევა. 1 რემმა დააბრუნა 16 პიქსელზე. რემს და m შორის რა განსხვავებაა? რემს და m შორის არის ის განსხვავება, რომ თუ კი m იღებს ანუ m არის რელაციური მშობელი ელემენტის მიმართ, რემი არის რელაციური მხოლოდ და მხოლოდ root ელემენტის მიმართ. root ცნება ზოგადად პროგრამირებაში არის ყველაზე საწყისი რაღაც, მარტივად რო ვთქვათ, საწყისი HTML-ში არის რომელი თეგი? HTML თეგი, ხო? HTML text default-ად გაწერილი აქვს 16 პიქსელი ხოლმე ზომა. ამიტომ ერთი რემი რო დაუწერე უკვე, აი ის 16 HTML-ის 16 პიქსელი გამრავლდა 1-ზე და h1-ის font size-ი დაჯდა 16 პიქსელი. ეხლა 16 პიქსელი ცოტა ცუდი ზომაა, იმიტომ რომ თუ მინდა რომ გადავაკეთო სხვადასხვა ზომებში, უნდა ჩავატარო კალკულაციები რა. აი მაგალითად ეხლა 28 პიქსელი რო არის რაღაცი ზომა, ხო? და მინდა რომ რემში დაუწერო ზომა 28 უნდა გავყო 16-ზე. ნუ ეხლა რა კალკულატორი ხო არ ვარ. ამიტომ ძალიან მარტივი და ესეთი ხრიკი არსებობს, რომ HTML-ს დაასელექტებს ესე, ძალიან ჩვეულებრივად და font size გაუწერთ 10 პიქსელს. და 10 პიქსელი და ყველაფრის ანგარიში მარტივია. 28 პიქსელი იქნება 2.8 რემი, ხო? იმიტომ რომ 10 ხო, ნუ მიათედიან გვარი რიცხვია. და აქედან გამომდინარე, ბევრად მარტივია უკვე აქედან რომ ნებისმიერი ზომა დაიანგარიშო. და თუ მინდა რომ მაგალითად h1-ს მივანიჭო 28 პიქსელი ზომა, 2.8 იქნება ეგ. 2.8 რემი და 28 პიქსელი გაეწერა. კიდევ ერთხელ, მე რო აქ m-ი დამეწერა, ეს იქნებოდა აქედან აიღებდა უკვე ამ ზომას, მშობელი div-დან. ხო? ანუ m-ი არის რელაციური მშობელი ელემენტის font size-ის მიმართ, rem-ი არის რელაციური root ელემენტის font size-ის მიმართ. root ელემენტი არის HTML-ი, მისი საწყისი font size-ი არის 16 პიქსელი და რჩევა იქნება რომ თუ რემებით იხმძღვანილებთ და მეგრირჩევთ რომ ეგრე ქნათ და
და აი ხა განახებთ რატო ყოველთვის HTML-ს გავუწერეთ font size 10 პიქსელი. უფრო მარტივია პროსტა და მაგიტო თორე სხვა არაფერი. ოკეი. ახლა კიდევ ერთი დეტალი. ნუ რატო არის ხო საჭირო ეს რემები და ემები, ნუ ერთი აი რელაციურია, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, რომ ნახეთ რა ხდება. ასეთი ოფშენები აქვს ზოგადად ბრაუზერებს რა. setting-ებში რო გადავიდე. შეიძლება მომხმარებელმა გააკეთოს ეგეთი რაღაც. ბრაუზერში შეცვალოს font size. ეხლა არის დაყენებული medium-ზე. რეალურად ამას რო ცვლის medium-ი, large-ი, very large-ი, იცვლება HTML-ის font size-ის ზომა რა. და თქვენ თუ პიქსელებში გიწერია თქვენი საიტი, არც ერთი font size-ი არ გაყვება ამას. თუ რემებში გიწერია, თუ რემები გაყვება. აი მაგალითად რო გადავიყვანო very large-ზე და დავარეფრეშო ორი წამით და შევიბავნა ამას იცი very large ესეთ და შევიბულია ყველაფერი ოკეი მოყვება ესეც თუმცა აქ ხა არ ვიცი მე 10 პიქსელი მიწერია იქ მაგიტო ხო არ არის ეგრე მგონია მაგრამ ხელი შეუშალოს ამას ну кай აი იქ ამიწერება მნიშვნელობა არ აქვს ემი გიწერია მე მგონია რა ემი ხო მადლობა მართალი ხარ ემი მიწერია ეხლა ნახეთ აქ ესეთი რამე აბა გადავთოთ very large-ზე ეს არის რა ქვია ბრეივია და რავი ბრეივის უდას ტრანი რაღაცები ხდება ბრეივში ზოგადად ეხლა HTML-ს ხო შევცვალე და HTML ხო გამოდის რუთი HTML-ია კი მაგრამ ანუ ეს მიმიყვება აი ხო ანუ ბოდიში ამის ბრალია რა აქ რომ მიწერია font size 10 პიქსელი სტანდარტულად ხო მაგიტო არ არის მაინც კაი პრინციპში რა იქიდან კი ხა ვინე ჩალიჩება ამ საიტს მაგრამ ხო ხდებით მაინც რო ვიცოდეთ ანუ აქ რომ მიწერია font size-ით აღარც მახსოვდა იქიდან რო ცვლი მე არ იცვლება იმიტომ რომ აქ მიწერია და მორჩა ამიტომ ეს რო არ დავწეროთ მაინც ალბათ უფრო სასურველი იქნება და ახლა რო შევცვალო very large-დან large-ზე ნახეთ დაპატარავდა იმიტომ რომ რუთი ზომას ცვლი აქედან რა ჩაშენებულია ეს ამ ბრაუზერში და მიყვება რა so very small-ი მაგალითად და დაპატარავ მაგრამ მე რო ეს რემებში არ გავუწერო და გავუწერო აი პიქსელებში ესე მაინც მინდა რომ პიქსელებში იყოს არ შეიძლება არანაირად very large-ზე გადავიყვანოთ არ იცვლება ნახეთ ხო ანუ რაღაც user friendly არ არის ხო რავი შეიძლება ვიღაცას უნდოდეს რომ გაადიდოს და აქ ხედავს რომ არ დიდდება ეგრევე თუს რომ რაღაცა ბანდი საიტია და ვინ აწყო ეს საიტიო და ეხლა ჩვენი არ გვაწყობს ამიტომ მაქსიმალურად მოვირგოთ იმებს რა ქვია მოხმარებლებს და რემებში ვწეროთ ხოლმე ხო ანუ იდეაში მე რემებში ვწერ ხოლმე სუპერად ემს დიდათ არ ვიყენებ არ ვიცი ემი ცოტა უცნაური რაღაცა არის ჩემს ცოტა უნდა გამოვიყენო რა ხვდები აი თუ რაღაც სპეციფიური ის არ გვაქვს რა რემი იქნება ჩემი რეკომენდაცია რომ რემები გამოვიყენოთ კარგით ეს რაც შეეხება რემებს ახლა შემდეგი მინდოდა რომ აგვიხსნა ხო აქ პრინციპში კიდე არის რელაციური ზომები ოკეი VH-ი და VW ამას მარტივად გეტყვით პროცენტის ნაირი რაღაცა არის უბრალოდ პროცენტი ანგარიშობს მშობელი ელემენტიდან ხო აი VH-ი არის viewport height-ი და VW არის viewport width-ი ეს ყოველ რა ელემენტს არ უნდა იყოს ყოველთვის ანგარიშობს ეკრანის ზომიდან გამომდინარე რა მისი მშობელი მაგარი კიდია ანუ მარტივად ვთქვათ VW რომ მიწერია 100 ეს ნიშნავს ეკრანის 100%-ს თუ მიწერია 90 VW ეს ნიშნავს ეკრანის 90%-ს ყოველთვის ეკრანზე მიდის რა იმას თუ მშობელი ელემენტი აქვს რომლის ზომაც სულ შეიძლება იყოს 200 პიქსელი 90 VW 90%-ს არ ნიშნავს მშობელი ელემენტის ეს ნიშნავს 90%-ს ეკრანის ზომის ანუ ყოველთვის მოკლედ მიდის ეკრანის ზომაზე ხო გისმენელან შემთხვევით დავეჭრა ხელი ოკეი ხო ეგ მინდა რომ მოკლედ გაიგოთ რავი თუ გინდათ განახებ თუ გაუგებარია
მითხარით და შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, არ უბრალოდ მარტივი რაღაცაა ძალიან მეც გამოვიყენებთ ჩვენ სემინარებში ამას და ისეთი არაფერი არ არის რა, რომ რამე ის დაჭირდეს ახლა. ეს არის მოკლედ რელაციური ზომები, ჩვენი რელაციური ზომები. რემი გამოვხდა, პროცენტები, ოკეი. ხო, აი ეს ნორმები მოკლედ რაც ჩამოვთვალე, აუცილებლად უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ჩვენი საიტი იყოს რესპონსიული. ახლა ამ თემას ჩვენ მოვჩით პრინციპში და გადავიდეთ გრიდებზე. გრიდები არის ესეთი კაი რაღაცა, ხშირად ეძახიან Flex-ის ალტერნატივასაც. ცოტათი უფრო ამ კომპლექსური თქვა არ ვიტყოდი, მაგრამ ხო ზოგს უფრო ერთგულებას ავით, მაგრამ მარტივი რაღაცა, ძალიან რა. გრიდის პრინციპი არის დაყავი და იბატონეს პრინციპი. ანუ ეხლა ეს რას გულისხმობს? რაღაც ელემენტი მაქვს და ამ ელემენტში შეიძლება ბევრი შვილი ელემენტი მქონდეს. და ამ ელემენტების პოზიციონირება შეიძლება მინდოდეს გარკვეული რაღაცა ლოგიკით. Ну окей, Flex შეიძლება რომ გამოვიყენოთ, მაგრამ შეიძლება გქონდეს სპეციფიური ვარიანტი. აი ესეთი მაგალითად რა. Flex ვიყენებთ უფრო მაშინ, როცა ყველა ელემენტი ერთი ზომის არის და რაღაცნაირად სიმეტრია დაცულია, მაგრამ ეს ელემენტი რო ცოტა დიდია, უფრო ეს ელემენტი გრძელი არის, აქ ეს ამხელა, აი რაღაცა Flex-ი ვერ ჯდება ამ მომენტში უფრო რა. Flex-ი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო გამოიყენება სიმეტრიულ ადგილებში, სადაც ყველა ელემენტი ერთნაირი ზომის არის და მოკლედ რო შეხედავ, მოკლედ ერთნაირია. ახლა ეგ შემთხვევა არ გვაქვს. ამიტომ გრიდით ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას. ამ შობელ ელემენტს, სადაც ეს ელემენტები არის გადანაწილებული რაღაც ცოტა უცნაურად, ვყოფთ და ვყოფთ როგორ? რაღაცა ბადეებს ვაკეთებთ, კუბიკებს და იმ კუბიკებში ვანაწილებთ ძალიან მოქნილად და ძალიან კარგად. მოდი ახლა განახებთ რაზე მაქვს საუბარი. გავაკეთოთ ეგეთი რაღაც ახლა ჩვენ. მოდი გრიდიზე გადავიდეთ და გავაკეთოთ. ავიღოთ მაგალითად ეგეთი რამე, აქ ბადი არ მიწერია, ბადის გამხსნელით ეგ. კი ბატონო. დივი რო გავაკეთო, რომლის კლასიც არის კონტეინერი. ნახეთ ახლა რა ხდება. თავის მიგან ახლა რაღაცეები. მოდი არ გვინა ახლა ეგ უბრალოდ ჯეჯავით მარტო შემოვიტანოთ ერთი დივი. ან ჯერ არ შემოვიტანოთ არც ეგ. გადავიდეთ grid CSS-ში, ესენი ჩავხუროთ. დავასელექტოთ ჩვენი კონტეინერი. წერტილი კონტეინერ და როგორც გითხარით, ეს კი მიგან ახლა მაგრამ მას ყურადღება არ მიაქციოთ, როგორც გითხარით display Flex-ის ალტერნატივა, ამიტომ ანუ ესეც display არის რეალურად რა. უბრალოდ display Flex უწერით, ახლა დავწერთ display grids. ამ კონტეინერში შემიძლია რომ grid-ის ყოველთვისება გამოვიყენო. ესე იგი, კონტეინერი უნდა დავყო კუბიკებად, როგორც გითხარით. რამდენ კუბიკად დავყოფთ თუნდაც სიგანეში, თუნდაც სიმაღლეში, ეს ჩემზეა დამოკიდებული. ეხლა როგორ იყოფა იქ? მოდი ეს თემას გავაკეთებ grid წერტილი HTML-ზე გადავალ პირველ რიგში. grid-ია თუ grids, მოდიში. როგორ უნდა დავყო ახლა HTML-ი ნახეთ. HTML-ი რა იყო და ეს კონტეინერი კუბიკებად. ყოფთ ესე. grid-template უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ და ამას მარტივად ბევრი რო გააკეთებთ და გამახსოვრდებათ columns. columns-ი არის ხო ეს სიგანეზე რო დავყო ხო რეალურად კუბიკებად. და აქ მე ვირჩევ თითოეული კუბიკი რამხელა მინდა რომ იყოს. მაგალითად მინდა რომ იყოს 200 პიქსელი სამივე 200 პიქსელი ხა ცოტა ესე დავწეროთ რაღაც გლეხურად, მაგრამ მე ამასაც გასწავლით შეიძლება უფრო მარტივად. ეხლა ნახეთ რა მოხდება. აბა ნახოთ რა გვაქვს აქ. ბადი გვაქვს დივი, grid-ი არის, მაგრამ დიდად არაფერი არ ჩანს. კი ჩანს პრინციპში რაღაცეები. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მე ამ დივში არაფერი არ მიწერია და ამის სიმაღლე 0 პიქსელია, კარგად არ ჩანს მაინდა მაინც. მოდით დავწეროთ რამე, მაგალითად შემოვიტანოთ შიგნით ერთი დივი და ერთი ჩავწეროთ შიგნით. კლასი მივცეთ item 1. ეხლა უკვე სიგანი მიეცა და ნახეთ ახლა რა მოხდა. გაიყო 3 კუბიკად. ხო? აი ეგ წვეტილი ხაზებია თუ დააკვირდებით, აი ეგ და აქ. ყველა კუბიკს აქვს თავისი მისამართი.
და ეს მისამართი ყოველთვის იანგარიშეთ ხოლმე რომ არის ამ შემთხვევაში ანუ კოლამნების შემთხვევაში ზედა მარცხენა კუთხე. ეს არის პირველი კუბიკი, ეს არის მეორე კუბიკი, ეს არის მესამე კუბიკი. ნუ აქ მეოთხე არის, მეოთხეს იქით არაფერი არ გვაქვს უკვე რა, აქ მთავრდება. ეს რაც შეეხება ორი წამით. ესე ცუდად რატო ახლოვდება. ოკეი. ამას რომ პირიქით წამოყვეთ ნუმერაციას. იგივეა რაც -1, -2, -3, -4. პირიქით რომ წამოყვებით რა. ეს არის და ეს არის მისამართები. ნუ ახლა ეს არ გვინა ძალიან დეტალებში ჯერჯერობით, მაგრამ იცოდეთ. მე დიდათ არ გამომდგომია ეს მისამართები არაფერში, მაგრამ მაინც იცოდეთ რომ ყველაფერს თავის მისამართი აქვს. ნუ კი მე კი გამოვადგება რომ აქ ელემენტები გამონაწილოთ, მაგრამ როგორც ასეთი ასე არ უყურებ ხოლმე რა მაინდა მაინც. 3 კუბიკი გვაქვს და რა ეხლა რა შემიძლია გავაკეთო ნახეთ. მთელი მუღამი რა არის ამ გრიდის. შემიძლია რომ აი ნებისმიერ კუბიკში ჩავსვა ელემენტი. ეხლა მაგ მოდი ამას გამორთავ ცოტა ხანი, წარმოიდგინეთ რომ აქ 3 კუბიკია, ეხლა მაგ ერთიანი. რომ ერთი დივი მაქვს რა და რეალურად ეს ისე მუშაობს რომ პირველ კუბიკში ჩასვა ეს ერთიანი. ამ ჩემმა იმან რა ქვია გრიდმა. პირველ კუბიკში ზის. ანუ by default ეგრეა რა, მაგრამ შემიძლია რომ ამას მისამართი შეუცვალო. ელემენტს რომ მისამართი შეუცვალო, თუ რა თქმა უნდა ეს ელემენტი grid-ში იმყოფება, რა შვები ნახეთ. ამ ელემენტს ვასელექტებ, წერტილი item-1-ით და მიკანახა, მაგრამ მოდი დავწერ grid-column-ი არის. მოდი ჯერ ეს ვქნათ, column start-ი. column start-ი არის სადმინა რომ დაიწყოს ეს ელემენტი. რომელ კუბიკში, ესე რა ვთქვათ, ანუ column-ის რომელ იმაში რა, პირველ, მეორე თუ მესამე კუბიკში. ახლა იწყება პირველში. ნუ ერთი რო დავწერო იგივეა, არაფერი არ შეიძლება. მაგრამ თუ მინდა რომ დაიწყოს მეორეში, გავაკეთებ ეს რაღაცას. და ნახეთ, გადმოვიდა მეორეში. ახლა რო გადავიდე, აქ აი მასე უკვე ნახეთ მეორე კუბიკში მიზის ეს ჩემი ელემენტი. ოკეი? ანალოგიურად შემიძლია რა თქმა უნდა მესამეში გადავუყანო. მესამეში რო გადავუყანოთ, გადავა მესამეში. თუ რაღაც არა ლოგიკური რიცხვი დაუწერე, მაგალითად 8, იმიტომ რომ 8 კოლამნის სულ არ მაქვს აქ. ადგება და მე რო კოლამს გააჩენს. ეს პირიქით მახსოვდა მე, მოიცა ორი წამით. ხო, იდეაში აქ მე რო კოლამს აჩენს. ოკეი. ბოლოში რაღაც მომენტი იყო რომ ბოლოში ტოვებდა და იმის იქით აღარ გადაყავდა, მაგრამ ოკეი, კი ბატონო. არა პრობლემა არც ეს, რა თქმა უნდა. დაამატა კოლამნები და ჩასვა მე რო კოლამში. ეს კაი პრაქტიკა არ არის, რა თქმა უნდა. რო ისექნათ. მაგრამ უბრალოდ ესე აკეთებს რა. და ნახე მარჯვნივ არის ჩამოწეული სულ. ოკეი. ეხლა ცოტა წინ წავიდეთ. ანალოგიურად შემიძლია რავდგე და ხო, ჯერ ნახეთ რა შემიძლია ვქნა. შემიძლია რომ მარტო ერთ კოლამში არ იჯდეს. შემიძლია რომ კოლამში ის, მაგრამ აქამდე მოდი item-1-ს ფერს მივცემ რომ კარგად დავინახოთ. background color-ი იყოს ready. ეხლა მაგალითად მიზის მეორეში. ეს არის მეორე. აქ არის პირველი, აქ არის მესამე. მაგრამ შეიძლება მე მინდა რომ პირველში და მეორეში იჯდეს, ორივეში იყოს გაგრძელებული რა ესე. ეგ რო გავაკეთო, შვები ეგეთ რამეს ნახეთ. grid column start-ი მიუთითოთ 1 და grid column end მიუთითოთ 3 თუ არ მეშლება რამე. არა, ბოდიში ეს 3-ვეში გადააგრძელა, 2 უნდა მიუთითო. არა თუ არ არის ბოდიში განიერი იყო. 3 ნიშნავს რას ნახეთ? პირველზე დაიწყოს და 3-მდე მივიდეს. ანუ ეხა grid-ზე რო იმას ხნა ნახეთ, აქ ხო 3 წერია. ანუ 3-ს იქ იმიტოვწერ რა, ეს კი მეორე კოლამნია, მაგრამ grid column end-ში მაინც უწერ 3-ს, იმიტომ რომ აი 3-ის ზღვარზე მთავრდება მეორე კოლამნი. ამიტომ ამით ის გავაკეთე რომ დავიწყე პირველ კოლამში, დავამთავრე მეორე კოლამში. და ორივეზე გადავრცელდა, ესე რა ვთქვათ.
თუ მინდა რომ 3-ზე გავაკეთო, მაშინ ხო წეღან როგორც მეწერა, 4-ის არ მეწერა, მაგრამ grid column indi 4 იქნება და ამის ეხა ეს -1 იფარება, მაგრამ ამის ის არის უკვე 4 და 4-ზე მთავრდება. და მაგიტო უკვე 3-ზე გადავცელდა ეს ჩემი div. ოკეი. კითხვა ამაზე რამე ხო არ არის? ოკეი. ანუ ეს property რო დასაწყისზე და დასასრულზე ცალ-ცალკე არ დავწერო, შემიძლია რომ გავაკეთო ეგეთი რამე ერთ property-ში რო დავწერო grid column-ი 1 დახრილი ხაზი 3 და გააკეთებს იგივე რაღაცას. უბრალოდ ერთ property-ში რა, ესე ჯობია რა თქმა უნდა, ხო? ამით ვეუბნებით რომ 1-ზე დაიწყე, 3-ზე დამთავრდი. იქ start-ი და end-ი აღარ უნდა, პირდაპირ grid column-ი. ოკეი? ეს არის ეს. რა თქმა უნდა შემიძლია რომ column-ის გარდა კიდე ზემოდან rows დავამატო ამას და დავწერო ეგეთი რაღაცა grid template rows. და row-ების დავამატო. მოდი 2 row იყოს, 300 პიქსელიანი იყოს, მოდით. 300 პიქსელი, 300 პიქსელი. ნახოთ აბა რა მოხდება. აჰა, ნახეთ? ეს გაიზარდა უკვე სიმაღლეში, იმიტომ რომ თვითონ სადაც იჯდა ეგ row 300 პიქსელი გახდა და პლუს ზემოდან დაემატა უკვე 300 პიქსელიანი row. ქვემოთ. ხო? და ახლა ეს გამოიყურება ჩემი grid-ი. ახლა უკვე შემიძლია რომ მარტო სიგანეზე კი არა, ანუ სიმაღლეზეც ვამოძრავო ჩემი კონტეინერი. და შემიძლია დავწერო ეგეთი რაღაცა grid row start-ი. ვთქვათ, იყოს 2. ნახეთ, ჩამოვაგდო ქვემოთ, ანუ 2-დან დაიწყო, აი. ნუ ამაში გამოგადგებათ ეს მისამართები რომ მარტივად აღიქვათ რა, სად იწყებს, სად დამთავრებთ. 2-დან დაიწყო და მორჩა ნუ აქ. რა თქმა უნდა, იგივე პრინციპი შემიძლია რომ გავაკეთო, რომ grid row დაუწერო და დავიწყო 1-ზე და მორჩე 2-ზე. 2-ზე არა 3-ზე ბოდიშით. 3-ზე მორჩე. ანუ row დავიწყე 1-ზე, მორჩი 3-ზე. column-ის დავიწყე 1-ზე, მორჩი 3-ზე. ხო? და აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ეხლა რო გამორთვა ეს, ხო? აი ესე იქნება გადავრცელებული 2 column-ზე და 2 row-ზე. ოკეი. კიდევ რა ხდება? ახლა აქ შემიძლია რომ პირველ რიგში შემიძლია რომ გავაკეთო რომ column-ი და rows ერთად დავწერო. ნახეთ როგორ grid template და ჯერ დავწერ column-ებს ესე პირდაპირ დახრილი ხაზი და მე გავუშვებ row-ებს. წავშლი ამას. იგივე რაღაცა, უბრალოდ უფრო მოკლე ჩანაწერი. ნახეთ იგივე რაღაცებად იყოფა რა. ოკეი. ვიცოდით, აქ 200 პიქსელი რაღაც შეიცვალა? ხო, პირიქით შვება ოღონდ აქ. ჯერ row-ებს აკეთებს, მერე column-ებს. ანუ ესე უნდა გავაკეთოთ. grid-ი კაი ხანი აღარ გამიწერია და ეს აღარ მახსოვდა. ხო, ანუ ჯერ row-ები მოდის და მერე column-ები მოდის. ეგ დაიმახსოვრეთ. დახილ ხაზამდე აქეთ არის row-ები, აქეთ არის column-ები. ოკეი. ეს რაც შეეხება grid-ს ამ ასპექტში. რა თქმა უნდა, აქ მთელი მუღამი ის არის, რომ grid-ში ბევრი ელემენტი როცა მაქვს, მაშინ მადგება. აი მაგალითად გავაკეთოთ ესე, ეს იყოს 2 3 4 5. დავამატეთ ეს ელემენტები. მოდით ახლა ყველას სხვადასხვა ის მივცეთ. item 2-ის background color-ი იყოს ეს. აი ხა მიკარნახოს, კი ბატონო, მიკარნახა ეს. ანუ ყველა item სხვადასხვა background color-ი მივეცით. ახლა ნახეთ რა მოხდა. grid მაგით რამე გააკეთა, რომ ნახარო აქეთა რაღაცეები დაკავებული იყო სულ. დანარჩენი რა კუბიკებით იყო დარჩენილი, ეგენი დაიკავა რა. ანუ მარჯვენა ეს 2 და ქვედები. ეს კუბიკი თავისუფალი დარჩა, იმიტომ რომ მეტი ის აღარ მაქვს. მაგრამ თუ ერთი დავამატე კიდე მე ერთი ცალი აიტემი. მერე უკვე იქაც ჩასვამს ამ აიტემს. ნახეთ, ფარფლი და ჩასვა აქაც. ანუ ძალიან მოკლე და მაგარი რაღაცაა რეალურად. ანუ ყოფთ კუბიკებად ჩვენს ელემენტს
და შიგნით როგორც მინდა ელემენტებს ისევ ანაწილებ რა. აი მაგალითად შემიძლია რომ ავდგე და ნუ ეს ერთიანი ცოტა დავაპატარაოთ. მაგალითად row ავწიოთ. აიწია და ნახეთ ესენი ავტომატურად აიწია ზემოთ, იმიტომ რომ ადგილი იპოვეს რა. ხო. აქ უკვე ცარიელი ადგილები დარჩა. მაგალითად თუ მინდა რომ 4-იანი ჩამოვიდეს ერთი თქვემოთ, ერთი row-ი ქვემოთ, რას გავაკეთებ? 4-იანს დავუწერ როგორ რაღაცას, აბა თქვენ თუ მიკარნახეთ. თუ მიხვდებით, რა უნდა დავუწერო, რომ ანუ აი ეს მწვანე 4-იანი ეს კუბიკიც დაიკავოს, რაც ქვემოთ აქვს. row-ებს მოვუმატებთ ერთი. კი ბატონო, ანუ grid rows-ს უნდა დავუწეროთ. უბრალოდ აქ ერთი მომენტია, რომ row-ები სულ გვაქვს ორი ცალი, მაგრამ მესამეც გაჩნდა. მესამე რატო გაჩნდა? მესამე იმიტომ გაჩნდა, რომ ერთით მეტი მდივი რომ აქვს, ქვემოთ row-ზე ჩამოვაგდო რა. მოდით მესამე row-ს გავაკეთოთ უფრო ის რო იყოს ქასაგები. კი ბატონო, ეხლა უკვე მესამე row არის 300 პიქსელით და row უნდა მოვუმატოთ ერთით, ანუ grid rows დავუწერ როგორ? საიდან იწყება ეს? იწყება მეორე row-დან, ხო? თავდება მეოთხეზე. grid row 2 4 ჩამოვაგდო. ოღონდ კოლომნი რახამ არ მიწერია და რახამ მარტო row გავუწერე პირველზე დასვა რა. მას შემიძლია კოლომნითაც გადავაადგილო და დავუწერო პროსტა grid ტირე კოლომნი 2 და 4. 2 და 4 არა, მოდით იყოს 2 და 3. და ჩამოვწია ისევე მარჯვნივ. მეორეზე დაიწყო და მესამემდე მივიდა. ანუ ზუსტად შემიძლია გავუწერო მისამართი ელემენტებს, რამდენ კუბიკზე გავცელდნენ და რომელ კუბიკებზე. აი ეს უფრო მოსახერხებელი რაღაც არის ბევრად. აი ამ შემთხვევაში როცა არაორდინალური სიგანეები გვაქვს და სიმაღლეები ელემენტების, ეს სხვა სიგანის არის, ეს სხვა და ასე შემდეგ. ამ მომენტში ყოველთვის უფრო კაია რომ გავაკეთოთ grid-ით და არა იმით რა ქვია, flex-ით. ხო. ესე ჩვენი grid-ი. grid-ში კიდე არის რაღაც პროპერტები. ორი წამით მე კიდე კაირეს რო ჩაგიგდებთ, მე აი flex-ზე რაც ჩავაგდე, ეგეთი არის დაახლოებით grid-ზე თამაშივით და ეგ გაიარეთ ყველა ვარიანტში. მაგრამ აქაც არის რაღაცეები, W3-ის ქულიც ნახეთ და გილინკავთ მე ამასაც და სხვა პროპერტები არის. მაგალითად grid gap-იც აქვს რა. ანუ gap-ი მუშაობს როგორ რა მშობელი კონტეინერი რომელიც არის, იმას დავუწერ gaps, მაგალითად 20 პიქსელს და დაშორდება ერთმანეთს ყველა კუბიკი. კიდევ არის რაღაცეები, ნუ row stati, row int ისინი განვიხილეთ. არია არის და მინდა რომ ნახოთ თქვენ ეს როგორ გამოიყურება და რა არის, თქვენით რო გაიაროთ. grid area, თუმცა აი ძირითადი რაც იყო, ხო, კიდე აქვს grid row gap და column gap. ანუ row gap ნახეთ რას ნიშნავს? თუ მინდა რომ მარტო row-ებს შორის იყოს დაშორება. დავუწერ row ტირე gap. და მარტო row-ებს შორის იქნება დაშორება, ნახეთ? column-ებს შორის აღარ არის დაშორება. ეს ძალიან კაი რამეა. ოკეი. grid კონტეინერი. კი ბატონო, ანუ ძირითადი არის ეს. აქ კიდევ იწერება სხვადასხვანაირად auto და ეს გაარჩიეთ თქვენ. მე ჩვენს ნახავთ სემინარზე, როცა დაგჭირდება grid-ი. მაგრამ აი ძირითადი რაც არის grid-ის მუღამი და როგორც იწყობა grid-ი არის ეს. რაც ახლა ახსენე. კარგით. ეხლა grid-ზე თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ნებისმიერი, რაც გაუგებარი არის, შეგიძლიათ რომ გკითხოთ. არ ვიცი ჩატში თუ რამე იწერება ვინმე, იმიტომ რომ ის არ ჩანს იქით. ვისა? მიდი არაფერი არ დაგიწერია ჩატში. იქ უნდა იყოს სადღაც ფანჯარა. დიახ, ლევან გისმენ? რიც შეუძლია თუ არა რომ თავის საზღვარს გადაცდეს, ასე ვთქვათ, აი ვთქვათ, თუ არის ასეთი საზღვარს არა, როგორ 5 რომ ასე იყოს
თუ გამოვა. მაგ შემთხვევაში საზღვარს არ ცილდება, პროსტა იზრდება თავის, ხვდები? ან თავის თამატებს. ეხაც ხო გააკეთა ეგეთი რაღაც რეალურად, თორსა სამი ანუ კოლონი აქ რო მქონა. არაფერი არ იყოს და არც აქ არაფერი და უბრალოდ აქ რო იყოს გაჩერებული ამ საზღვარზე. შუა საზღვარზე რო იყოს გაჩერებული? არა. თუ თვითონ ელემენტს გაუწერე ეგ, მაშინ კი, აი მაგალითად ამ ელემენტს რო გაუწერო მერჯინი, მაშინ ჩამოვწევ. რაც არ არის კაი ვარიანტი მაინდა-მაინც, როცა გით ვაკეთებ. მაგრამ კი თვითონ ელემენტს უნდა გაუწერო რა, მერჯინი და ჩამოიწევო. თვითონ გრიც არა აქვს ეგ თემა. თუ გიპასუხე რაც გაინტერესებდა. კი. კი ბატონო. სხვა კითხვები? მეც მაგ ორი კითხვა. კი ბატონო, ლოგისმე. მაინტერესებს რესპონსივზე. ანუ ყველა რეზოლუციისთვის ცალ-ცალკე უნდა გავწეროთ პიქსელები, ეგ მაინტერესებს და flex და grid ერთად თუ ვიყენებთ. ოკეი. ანუ ყველა ნახე, ცალ-ცალკე ანუ პიქსელები, ეგ როგორ რაღაც არის, ზე უნდა გაწერო მხოლოდ ის, რაც გჭირდება, რომ შეცვალო შენ სხვა ზომაზე რა. შენ ისე უნდა აწყო შენი საიტი, ჯერ ამასაც ვიტყვი, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადაწყობა დაგჭირდეს media query-ი ტაბლეტზე და უფრო მაღალ dimension-ებზე. თუ რაღაცის ზომა იზრდება, მაშინ ცალკე უნდა გაუწერო რა თქმა უნდა პიქსელი და ზოგადად ზომის ერთეული media query-ზე. თუ შეიძლება არ იზრდებოდეს, თქვათ, მაშინ აღარ გაუწერ ცალკე რა. მიხვდი? ანუ თუ ეგ იგულისხმება, ანუ რაც არ იცვლება, იმას თავიდან აღარ გაუწერ. მაგრამ მე რო ვაკვირდები, რომ საიტზე ანუ დიზაინში ეს იზრდება, მაგას უკვე გაუწერ სხვა პიქსელს. ხო, ანუ კითხვა იყო ეს, აი ვთქვათ, ეს responsive მჭირდება ყველა device-ისთვის. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ყველა უნდა გავწერო. აი ყველაზე რაც არის აქ, აი ესე? არა, ეგეთ სამი არ დაგჭირდება არასდროს. ორი break point-ი იქნება მაქსიმუმ. ანუ ეს როგორი რაღაცა იცი, შენი საიტი ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ media query, ერთი media query-ით ადგე და ამაზეც მოვარგო საიტი და ამაზეც. ეგ ნახეთ ხო, ეგ რო გავაკეთო, უნდა დავწერო რელაციური ზომები. უნდა გამოვიყენო რელაციური ზომის ერთეულები, უნდა გამოვიყენო flex-ი და აი რეალურად ეხლა 375-სა და 414 შორის არანაირი დიდი განსხვავება არ არის. თუ საიტი კარგად მიწერია და ეს რელაციური ნორმები დაცული მაქვს, ორივეზე კარგად გამოჩნდება, ისე რომ media query-ს გაწერა ცალ-ცალკე არ მომიწევს. media query მაქსიმუმ 2-3 დამჭირდეს სულ მთლიანად. ეგ გაინტერესებდა მაგ პირველ კითხვაზე. კი, ანუ შენ ხო გქონდა სხვადასხვა device-ები და თავის პიქსელებით ჩამოთვლილი და ანუ ეგ მაინტერესებდა, რომ ყველა device-ისთვის ცალ-ცალკე უნდა გავწეროთ თუ არა. ხო, არა რა. ეს აქაც არის ჩამოთვლილი, სავარაუდოდ აქედან რამდენიმე ანუ რამდენიმე response არის. ემთხვევა, ხო? აი ნახე, კი ბატონო, აი ეს ანუ ეს ვიყოფთ რა, მობილური ტაბლეტი და დესკტოპი. iPhone 6R 12 Pro ეს ყველაფერი მობილურია და ერთ media query-ში გადის რა ჩათვალე. iPad-ები ერთი media query-ა მთლიანად. ხო, ამაგას ვფიქრობ, ანუ ტელეფონისთვის ცალკე უნდა გავწეროთ, iPad-ისთვის ცალკე, მონიტორისთვის ცალკე. აჰა, გასაგები. კი ბატონო, ანუ ყველას media query-ს არ უწერთ რა, რა თქმა უნდა. ეგ ძალიან დიდი ისწავლა. მეორე კითხვას რაც შეეხებოდა flex-ის და grid-ის გამოყენებას ერთად. ანუ თუ ერთ ელემენტში გულისხმობ ფიზიკურად ვერ გაწერ ერთ ელემენტში, იმიტომ რომ undisplay flex უნდა მიცე, undisplay grid უნდა მიცე. მაგას უგულისხმობ. თუ გულისხმობ ზოგადად საიტზე რომ ერთ ადგილას flex-ი ქონდეს და მეორეზე grid-ი, რა თქმა უნდა შეიძლება. ეგეთი რაღაც რო გააკეთო, რომ რაღაც კონტეინერი იქონეს გაფლექსილი და იმიშვილი ელემენტები ეგრე აკონტროლო, რაღაც კონტეინერი იქონეს გაგრიდული და იმიშვილი ელემენტები ეგრე მასთან აკონტროლო. ანუ ეგ შეგიძლია რომ გააკეთო რა, თუ ეგ იგულისხმო. სხვა რამე ხო არ იყო შენ შეკითხვა? ხო, არა, გასაგებია ეგ და ერთ ელემენტს რა თქმა უნდა ვერ გავუწერთ ორევეს, იმიტომ რომ ერთი პროპერტი არის, ორივე დისპლეია და ან ერთი უნდა მივცეთ, ან მეორე ფიზიკურად არ შეიძლება. ოკეი. ასე. კი ბატონო, კიდევ კითხვები? კარგი. თუ ამაზე კითხვები არ არის, ეს რამეა რომ
ანუ ეხლა კი აგიხსენით, მაგრამ დავიწყება იცის. ამას პრაქტიკაში რო ბევრჯერ გააკეთებთ და დავალებას რასაც ჩავაგდებ იმასაც რო გააკეთებთ, ნელ-ნელა დაგამახსოვრდებათ და უკვე მარტივად გააკეთებთ ხოლმე ეს რაღაცებს. ეხლა უბრალოდ for info არის, ჩათვალეთ, რომ ზოგადად გაირკვეთ რაღაცეებში, თუმცა მთავარი პრაქტიკა არის მაინც. შემდეგი თემა, რაც მინდა რომ ავხსნათ, არის ეს პოზიშენები. პოზიშენი ასე მნიშვნელოვანი თემა არის და ამით ვიტყოდი რომ დავფარავთ უკვე CSS-ის მთავარ ნაწილს, კი არის რაღაც პატარ-პატარა რაღაცები, მაგრამ აი ეს არის მოკლედ ეხლა რაც ჩვენ ამ ლექციაზე ხსნით, საბოლოოდ მთავარი ნაწილი რა CSS. და რაც დაგვრჩა არის პოზიშენები. პოზიშენები არის ასევე ელემენტის პოზიციონირებისთვის განკუთვნილი property, უბრალოდ ცოტა სხვა რაღაცებს საკეთებს. და რა საკეთებს ახლა იქ. ესე იგი, მოდი ახლა ეგეთ რამე გავაკეთოთ ჩვენ. grid-ი დავტოვოთ, მოდი index.html-ში გადავიდეთ და ავიღოთ div. ამ div-ს მივცეთ კონტეინერი. grid ხო, არა, grid CSS არ მინდა. კონტეინერს გავუწეროთ ეგეთი რაღაც. ესეთი property არსებობს, რომელიც არის position static. ანუ ზოგადად position property ხო არსებობს, მაგრამ position-ის value არის static. ყველა ელემენტს static-ი აქვს გაწერილი position-ად თავიდან. და ეგ არის ნორმალური position-ის property, სადაც არაფერი განსაკუთრებული უჩვეულო ისეთი არ ხდება რა. მაგრამ არსებობს კიდევ მეორე რაღაცა, ეს არის position relative. Position relative-ს თავისებურება აქვს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თუ მე ელემენტს ვაძლევ რაღაცა position-ს static-ის გარდა სხვას, ამ ელემენტების გადაადგილება ხდება არა merge-ინებით უკვე, არამედ top-ით, left-ით და right-ით. უშუალოდ აიმებით, აი top-ი არის left-ი და არის right-ი. ეს აიმებით, ანუ merge-ი left, ანუ წინ merge-ი ეშლება. ხდება ამებით, top-ი, left-ი, right-ი და bottom-ი, ხო? როდესაც მე relatives გავუწერ რამე ელემენტს, უკვე ეს ელემენტი უნდა გადავაადგილო top-ი და ნუ რა ჩამოთვალე იმ property-ებით. მაგრამ გადაადგილდება ცოტა უცნაურად. ჩათვალეთ, რომ სადაც თავიდან ზის ეს ელემენტი, ხო? აი იმ ადგილას. იმ ადგილს აიღებს თავის საწყის წერტილად და იმის მიმართ გადაადგილდება უკვე სულ რა. ანუ მაგალითად ეს ელემენტი თავიდან იჯდა ამ ჩარჩოში, აი ამ ჩარჩოში ესე, მერე ვიღაცა მიცა position relative-ი, top-ი გაუწერა და left-ი და ამ ჩარჩოს მიმართ ჩამოიწია ქვემოთ და გამოიწია მარცხნივ. ეს კუბიკი არ გეგონოთ რა, ანუ ამ ჩარჩოში იჯდა და top-ი და left-ი რო გაუწერა, უკვე ამ ჩარჩოს მიმართ დაიწყო მოძრაობა. როცა არ უწერია relative და merge-ინებს როცა უწერ ხოლმე, ეს merge-ინები მოქმედებენ როგორ მისი მეზობელი ელემენტებიდან გამომდინარე მოძრაობენ, ხო? აქ ეგრე არ არის. თავიდან სადაც იჯდა რა ადგილასაც ის ადგილი აიღო ათვლის სათავედ და იმის მიმართ დაიწყო მოძრაობა. ეს არის relative-ის მთელი მუღამი. ანუ, ახლა მაგალითად static-ი რო გავუწეროთ და გადავიდეთ index.html-ში. index.html-ში. static-ი აქ. მოდი ავუწეროთ relative. width-ი იყოს 100 პიქსელი, ისევ height-ი 100 პიქსელი, background color-ი იყოს, რავია ის ფერი. ესე ზის, ნახეთ ახლა რა მოხდება, ეს ხო ზის, აი ეს ელემენტი არის, მაგრამ ეს ამ ელემენტის უკან წარმოიდგინეთ რაღაც ფურცელი, სადაც ანუ ზის ეს ელემენტი რა. აი ეს მონაკვეთი. აქ ზის ეს ელემენტი. მე რომ ამას გავუწერო bottom-ი -10 პიქსელი, აი სადაც თავიდან იჯდა, იმის მიმართ ჩამოიწევა 10 პიქსელით. აი ჩამოიწია 10 პიქსელით ქვემოთ რა. ანუ ეს არიღებს სათავეს ზემოდან, ან ესეთი რაღაცეებით არ მოქმედებს რა, სადაც ზის იმის მიმართ მოძრაობს მარტო. ამას არ აინტერესებს მეზობელი ელემენტები, რაღაცა ზეიდას ზღვარი თუ ასე შემდეგ. საერთოდ არ აინტერესებს. სადაც იჯდა თავიდან,
მარტო აი იმ ადგილს აღიქვამს. აი ხა მე რო სადაც ვიყავ, თქვენ სადაც ხართ ხო, მარტო მაგ ადგილს რო აღიქვამდეთ და მაგ ადგილის მიმართ რო მოძრაობდეთ რა. სხვა რო გარშემო არაფერი არ ქონეთ საერთოდ. და მარტო მაგ ადგილის მიმართ რო მოძრაობდეთ. იგითი რაღაცა არის relative რეალურად. და ეგრე მოქმედებს. Okay? ეს არის relative. ახლა შემდეგი არის absolute. Absolute არის როგორი ტიპი ნახეთ? Absolute რო უწერ ელემენტს, короче, ის რაღაც მოძის რა, ივიწყებს ყველა ელემენტის არსებობას, როგორც relative, მაგრამ ეს კიდევ უფრო სხვა გაგებით. მაგალითად, მაგ კონტეინერი და მოდი მეორე კონტეინერი შემოვიტან, კონტეინერ 2 იყოს. მოდით ამას relatives წავშლი, ჩვეულებრივი იყოს ისევ და ისევ. და რა ხდება ახლა? კონტეინერ 2-საც თავისი სტილები გავუწეროთ, კონტეინერ 2. აი ესეთი რაღაცა კი ბატონო. იგივე ფერი აღარ მინდა. რაღაცა ესეთი ფერი იყოს, ესეთი. ნუ ნორმალურ სიტუაციაში ქვემოთ აღმოჩნდა, ხო? მაგრამ მე რა დავუწერო position absolute. Absolute. ახლა რა ხდება? ხო, ანუ ეხლა თავიდანვე ეგრე დარჩა, მაგრამ ნახეთ ეხლა მე რა დავუწერ. როგორც გითხარით, როცა absolute უწერია ნებისმიერი სხვა პოზიცია, ტოპით ხდება ეს ხო, ტოპი left-ი, right-ი და bottom-ი. ტოპი 0 რო დავუწერო, ერთი შეხედვით, ну, როგორ მოქმედებდა აქამდე, ხო, merging ტოპი ვთქვათ, ნორმალურ ელემენტზე, ზემოთ მყოფი ელემენტიდან დაშორდებოდა. ანუ ნორმალურ სიტუაციაში ისევ იგივენაირად არჩებოდა, ხო, იმიტომ რომ ზემოთ ელემენტი და რომ დავშორდე 0 პიქსელით, ესევ იქნება. მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ რა მოხდა? წინა ელემენტი არ გამქრალა არსად, ისევ იქ არის. უბრალოდ ეს მუქი ლურჯი დივი ზემოდან გადაეწერა. ანუ absolute იცით რა შევა, რომ სხვა ელემენტებს არ აღიქვამს საერთოდ და რომ ამოძრავებ ამ absolute-ით აქეთ-იქით. იქ იმ ელემენტებს თავზე აჯდება მოკლედ რა, ანუ საერთოდ ვერ ხედავს. ვითომც არც არსებობენ საერთოდ ეგ ელემენტები. ისე მოქმედებს, ხო? და ეხლა დაждდა ტოპით, ოღონდ ტოპი 0 რო გაუწერე, ეს ტოპი 0 აიღო ბადის მიმართ რა. როცა ანუ ნახეთ, absolute მიწერია ელემენტზე, ის მოძრაობს ბადის მიმართ. აი ეს არის მთელი ამისი ფილოსოფია. სხვა ელემენტებს ვერც აღიქვამს საერთოდ. absolutes იყენებენ ხოლმე როგორ რაღაცეებში, იცით? აი, რაღაც რო აკლიკებ და წირო რაღაცა ვარდება საიტის წინ. ეგ კეთდება absolute-ით. იმიტომ რომ სხვა ელემენტებს ზემოდან აჯდება უკვე რა. ხო, ანუ ეგრეთ წოდებული მოდალები ქვია მაგათ. აი რამეს რო დავაკლიკებ და რაღაც მოდალი რო ამოხდება. არ ვიცი ხა აქ არის თუ არა. აქ არ არის დიდად მოდალები. ნუ მოკლედ. მიხვდებოდით ალბათ რაზეც მაგ საუბარი. აი ეგეთი რაღაცები ხდება absolute-ით. მაგრამ კიდე ერთი რაღაც არსებობს. მე გითხარით რომ absolute-ით მოძრაობს ელემენტები ბადის მიმართ და სხვა ელემენტები არ აინტერესებს. თუმცა თუ მის მშობელ ელემენტს უწერია relative, მაგ შემთხვევაში უკვე მშობელს ითვალისწინებს და ეგრე აღარ დახტის. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება. index.html-ში კონტეინერს ჩავდებ ამაში, მოდით. კონტეინერს გავხდი უფრო დიდს, 1000 პიქსელი იყოს. რო გამოჩდეს, ესეთ ვითარება მაქვს, ხო? ეხლა ნახეთ. ნუ ამას relative არ უწერია. მე რო ამას დაუწერო right-ი 0, წავიდა ბოლოში. არც აინტერესებს ეს ელემენტი ვაფშე. ეს ამისი შვილია, გაითვალისწინეთ, ეს ელემენტი ამის შვილი, მაგრამ მაინც არ აინტერესებს, წავიდა სულ ბოლოში, იმიტომ რომ ბადის მიმართ მოძრაობს ეს მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ თუ მე მის მშობელ ელემენტს დაუწერე position-ი relative, აი ხა უკვე ემორჩილება. და უკვე მოძრაობს მისი მშობელი ელემენტის მიმართ. ეს არის მოკლედ, რაც უნდა ვიცოდეთ ამ ორ position-ზე. relative-ზე და absolute-ზე. ცალ-ცალკე ესე მოქმედებენ, თუმცა ერთადაც აქვთ რაღაცა, როგორ თქვა, რა ვიცი, ტანდემი რა, მოკლედ, ანუ თუ მშობელს უწერია relative და შვილს absolute, შვილი მოძრაობს მშობლის მიმართ. თუ მშობელს არ უწერია relative, შვილი მოძრაობს ბადის მიმართ. ეს არის მთელი ფილოსოფია აქ. ოკეი. კითხვები ამაზე რაიმე? ოკეი, ანუ ყველაფერი გასაგები იყო, ესე ჩავთვლი მაშინ.
და დაგვრჩა fixed და sticky. ნუ იყენებენ ამასაც, მაგრამ უფრო ნაკლებად გამოყენებადები არის. Fixed ძალიან მარტივი რაღაცა არის. მოდი აქ განახებთ რა, უფრო კარგად. რა ხომ უკვე ხახსენი positions CSS. მაგალითებში რო განახოთ, როგორ მოქმედებს. Relative თქვით, static თქვით, fixed. Fixed ეს ტიპია, როცა fixed მიწერია ელემენტზე. ეს არის მაგალითად fixed. აი ხა scroll-ი მინდა რომ მქონდეს ამ საიტზე რო fixed-ი განახოთ რა შევა, მაგრამ scroll-ი არ მაქვს. მოდით აქ კოდის ედიტორია, მოდი პითეგებს დავამატებ, რომ scroll-ი გამიშდეს და fixed-ის მოღამს გაიგებთ ეგრევე. ბევრი პითეგი მაქვს, ნახეთ, scroll-აო ჩემ საიტს. ეხა იქ არ გამოჩნდება, რა ქვია, ჩანაწერში, იმიტომ რომ მე ვჩანვარ. მოიცადეთ. ამას დავუწერ left nulls, და რომ გამოვიტანო მარცხნივ. ეხა უკვე ჩანს. მარცხნივ ამ ელემენტს თუ ხედავთ, ნუ მოდი იმას მივცემ, რა ქვია, background colors, იმიტომ რომ background არ ჩანს რაღაც. background color-ი green-ი მივცეთ, აბა. ეხა გამოჩნდა. ნახეთ რა ხდება, რომ scroll-აw, ეს რჩება თავის ადგილას, რა რეალურად. ერთ ადგილას არის. იმიტომ რომ გაფიქსულია. როცა fixed უწერ, ხდება ესეთი რაღაც. ეს გამოიყენება ხოლმე სადაც არის მაგალითად ზოგ საიტზე ეგრეა რომ header-ი რჩება ხოლმე სულ ადგილას რო scroll-აw მაინც ჩანს ხო ის რა ვქ header-ი ეგ ხდება იმიტომ რომ header-ს უწერია fixed-ი ოკეი ძალიან მარტივი რაღაცა არის და კიდე დარჩა sticky არის fixed-ი თითქმის fixed-ი და რაც გულს ხარ მაგაში ნახეთ აი აქ ჩანს sticky აკეთებს ეგეთ ამას რომ თავიდან ჩოლობრივად ჩანს, მაგრამ როგორცვე უკვე უნდა გაცდეს ხედვის არეას scroll-ის მომენტში, ეგრევე ხდება fixed. თავიდან არის ანუ static-ი, ეგრე შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ, ნუ უფრო აღიქმება რომ relative-ის და fixed-ის ის არის პრინციპში შუაში რა. თავიდან ეგრე ჩავთვალოთ რომ არის თითქოს relative-ი ესე ზის და როგორცვე უკვე უნდა გაცდეს ხედვის არეას, ეგრევე იფიქსება და რჩება ეს. ეგ არის და ეგ. ესე ჩვენი stick ელემენტი. კი ბატონო, მე ხამეს გადავუვარდი ძალიან ისე, ამას რა თქმა უნდა ჩვენ პრაქტიკაში გამოვიყენებთ მე სემინარებში ხოლმე და ყველაფერს ნახავთ. იქნება იქ grid position თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა responsive-იც და ყველაფერი უფრო კარგად გაჯდება, ასე ვთქვათ, როცა პრაქტიკაში გავაკეთებთ. მაგრამ ლექციაზე რაც იყო თეორია, იყო ეს. ოკეი, ახლა კითხვები თუ გაქვთ რაიმე ნებისმიერი ლექციასთან დაკავშირებით, რაც ახლა ვისაუბრეთ, შეგიძლიათ რომ გამოუშვით. ოკეი, ანუ ყველაფერი გასაგები იყო. იმედი მაქვს. ხო, რაც შეეხება შემდეგ სემინარს ემთხვევა დასვენების დღე, არ ვიცი, როდის უნდა ჩატარდეს, შეიძლება ალბათ დიდი ალბათობით ჩავწერ და ავტვირთავ ამ კვირაში. დიდი ალბათობით. ნუ თუ რამე შეიცვალა გააგებინებ, თუ ავტვირთე, კი ნახავთ რა. ეგ არის და ეგ მაგ სემინარზე. თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ მეგობრებო, შეგვიძლია რომ დავამთავროთ დღევანდელი ლექცია. ჩაწერას გამოვთავ.